როგორ ამოიცნო რომ ბავშვს მე არ ვლაპარაკობ მხოლოდ სექსუალურ ძალადობაზე რომ ბავშვს აქვს ტრამბული გამოცდილება მშობელი ხარ მასწავლებელი ხარ ბაღის აღმზრდელი ხარ როდესაც ხედავ რადიკალურ ცვლილებას აი ყველაზე თვალსაჩინო სკოლაში რაც არის ბავშვის აკადემიური პროფილის შეცვლა სწავლობდა აღარ სწავლობს იმიტომ კი არა რომ აღარ აინტერესებს იმიტომ რომ აღარ შეუძლია იმიტომ რომ ტრამბული გამოცდილება ეხა ეს უკვე ნეირობიოლოგიის საკითხებია იწვევს კოგნიტური ფუნქციების შესუსტებას ქერქი ხშირად გამოსულია მწყობრიდან, ანუ წამყვანი ხდება ემოციური ტვინი, რომელიც მუდმივი განგაშის და მუდმივი შფოთვის მდგომარეობაში არის, ამიტომ ბავშვი ვეღარ კონცენტრირდება. მეხსიერება შევიწროებული აქვს, მეხსიერების პროდუქტიულობა დავარდნილია, აღქმის პროდუქტიულობა დავარდნილია, კითხულობს და ვერ იგებს, გიყურებს და ვერ გხედავს, ზოგჯერ დისოცირებს. ასე რომ აი ნებისმიერი ესეთი რადიკალური ცვლილება აკადემიური, ნებისმიერი ემოციური ძიმე ცვლილება, მხიარული კონტაქტური ბავშვი იყო, ჩაკეტილი გახდა, დაბნეული გახდა, ხშირად თითქოს აქ არის, მაგრამ ფიზიკურად აქ არის, მაგრამ აქ არ არის დისოციაცია. დისოციაცია ყველაზე უფრო ისეთი მიმანიშნებელია, რომ ბავშვმა რაღაც ცუდი გამოსატა. არ არის აუცილებელი, რომ ეს სექსუალური ძალადობა იყოს, შეიძლება სხვა ტიპის ტრამბული გამოცდილება იყოს. ყველაზე ცუდი კითხვა, რაც შეიძლება დასვას, აი შეიძლება ძალიან ბუნებრივად წამოგივიდეს მშობელმა რომ შეატყო, გაიგო, შეესწრო რაღაცას, რატომ აქამდე არ მითხარი? აი ეს ყველაზე ცუდი კითხვა, ამ კითხვის დასმისგან უნდა თავი შევიკავოთ მაქსიმალურად. რატომ? იმიტომ რომ თვითონ რატომ აქამდე არ მითხარი? იძლევა გარკვეულ მინიშნებას იმაზე, რომ შენ ხარ დამნაშავე და სხვა შორის ხშირად მოძალადე ზუსტად ამაზე მუშაობს, რომ ბავშვი თითქოს და თანამზრახველია.